2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. კარგად მოკალათდი და ერთად დავამსხვრიოთ მითები. პირველი რჩევა. გავიგოთ თუ რას გულისხმობს აუტიზმის სპექტრი და გავიაზროთ მისი მახასიათებლები. ის ხომ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, ურთიერთობებსა და კომუნიკაციაზე და ჩართულობაზე. რა არის აუტიზმის სპექტრის აღჭურვილობა? აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფერები, რომელიც დაკავშირებულია აუტიზმთან. როგორც ხედავ, მაშინვე ცისარტყელა გაგახსენდება. იცი რატომ? როგორც ფერების სპექტრი გადადის ერთმანეთში, როგორც აქ არის მოცემული, სწორედ ასე ხდება ადამიანის ტვინშიც, რადგანაც ეს ადამიანის ნეირობიოლოგიური მდგომარეობაა. ესე იგი, დაბადებიდან თან დაჰყვება ადამიანს, დაკავშირებულია მისი ტვინის მდგომარეობასთან და შესაძლებელია გამოიხატებოდეს ასე. შეიძლება არ ჩაგეხუტოს შენი მეგობარი, ვისაც აუტიზმის სპექტრი აქვს, არ გიყურებდეს თვალებში. რომ დაუძახებ სახელს, არ გიპასუხოს და ჩათვალო, რომ ყურადღებას არ გაქცევს. თუ ძალიან ხმამაღლა დაუძახებ, შესაძლებელია ყურებზე ხელი აიფაროს, რადგან არ მოსწონდეს ხმაური. ჰქონდეს რამდენიმე განსაკუთრებულად საყვარელი საქმე. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ლეგოების აწყობა და ხშირად იმეორებდეს ერთსა და იმავეს. ეს რა თქმა უნდა მოკლედ, გაცილებით მეტის თქმა შეიძლება, თუმცა გახსოვდეს, რომ თუ მსგავსი სიმპტომებით ნახავ რომელიმე მეგობარს და გაიცნობს სკოლაში ან ნებისმიერ ადგილას, გახსოვდეს, რომ მას შენი დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე როგორც ყველა დანარჩენ მეგობარს. რჩევა ნომერი 2. გამოვიყენოთ სწორი ტერმინები. დაიმახსოვრე, რომ არასოდეს არ თქვა აუტისტი და თქვი აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანი. დაუშვებელია გამოიყენო გონება ჩამორჩენილი ან სოციალურად შეზღუდული. ან აუტიზმით დაავადებული, რადგან აუტიზმი არ არის დაავადება. გამოიყენე ტერმინი ადამიანი, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აღჭურვილობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასწავლე სხვა ადამიანებსაც, თუ ვინმე არასწორ ტერმინს გამოიყენებს. რჩევა ნომერი 3. ნუ დაუჯერებ მითებს და გამოიკვლია ფაქტები. მითი ნომერი 1. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს არ სურთ თამაში და სხვებთან დამეგობრება. ეს არასწორია. ფაქტი იცით რა არის, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს სურთ მეგობრების ყოლა. უბრალოდ მათ შესაძლოა ჩვენი დახმარება დასჭირდეთ, რადგანაც პირველი ნაბიჯი მათ თვითონ ვერ გადმოდგან. მითია ასევე, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. პირიქით, არსებობს ბევრი წარმატებული ადამიანი, ვისაც აქვს აუტიზმის სპექტრი და ცხოვრობს ძალიან წარმატებულად. მაგალითად, შენ თუ გსმენია ადარა ფერეს სანჩეზის შესახებ, რომელიც სულ რაღაც 12 წლის არის და მან მთელი მსოფლიო გააოცა. გაგიგია სიტყვა ვუნდერკინდი? მას მსოფლიოში ძალიან მაღალი IQ-ს მაჩვენებელი აქვს, ესე იგი ინტელექტის, ეს გახლავთ 162 და წარმოგიდგენია აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი მაჩვენებელიც კი აღმოაჩნდა. ის არის ახალგაზრდა მექსიკელი გოგონა, რომელმაც უკვე მიიღო 2 ხარისხი სისტემებსა და ინდუსტრიულ ინჟინერიაში. ეს ნიშნავს, რომ მან სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ახლა კი კიდევ ერთ უნივერსიტეტში სწავლობს, რომ მაგისტრის ხარისხი მიიღოს. თუმცა მისი ცხოვრება ადვილი სულაც არ ყოფილა, რადგანაც 3 წლის ასაკში მას აუტიზმი დაუდგინდა და ძალიან უჭირდა სასკოლო დავალებების შესრულება. თან მას ძალიან ცუდად ექცეოდნენ მეგობრები, აბულინგებდნენ, ეს სიტყვა ალბათ გსმენია და ძალიან ხშირად იცვლიდა ხოლმე სკოლებს. და მიუხედავად მის წინაშე არსებული გამოწვევებისა, მან მაინც მიაღწია წარმატებას და ოცნებობს კოსმონავტობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს აუცილებლად გამოუვა. შემდეგი მითი. ბავშვებს, ვისაც აუტიზმი აქვთ, ცუდი მშობლები ჰყავთ და ვერ ახსარდეს. ეს რა თქმა უნდა არასწორია, რადგან ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს არის თანდაყოლილი მდგომარეობა და არ არის აღზრდასთან კავშირში. ის გამოწვეულია თავის ტვინის განვითარების თავისებურებებით და ეს ხდება ბავშვის დაბადებამდე. შემდეგი მითი. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს არ აქვთ გრძნობები. შესაბამისად, არ შეუძლიათ სიყვარულის გამოხატვა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. სწორედ ასეა ამ შემთხვევაშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის განსხვავებულობას. შემდეგი.
აუტიზმის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ საუბარი. ეს არასწორია, მათ შესაძლებელია დასჭირდეთ მეტი დახმარება მეტყველებისა და უკეთ განვითარებისთვის, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჩართულობა, მოთმინება და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. შემდეგი მითი, რომელიც დაუშვებელია და იმედი მაქვს შენ ასე არასდროს გიფიქრია. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არ უნდა დადიოდნენ ჩვეულებრივ სკოლაში, რადგან ყველა მათნაირი გახდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აუტიზმი არის თანდაყოლილი მდგომარეობა, არ არის დაავადება, შესაბამისად ვერ გადაგვედება და თანატოლებთან ურთიერთობა და მიმღებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, შენ თუ ბავშვთა უფლებებში ერკვევი, ისიც გეცოდინება, რომ განათლების მიღება ყველა ბავშვის უფლებაა და ყველა ადამიანის. შემდეგი მითი, აუტისტური სპექტრის მქონე ყველა პირს აქვს განსაკუთრებული ნიჭი. ეს ასე არ არის, სავარაუდოდ აუტისტური სპექტრის მქონე პირების 10% შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული უნარები მუსიკის, ხელოვნების ან მათემატიკური გამოთვლების მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებებითაც შეიძლება, თუმცა უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს კარგი უნარები მათთვის საინტერესო სფეროში. რჩევა 4. თუ შეამჩნიე, რომ შენი მეგობარი საუბრის დროს თვალებში არ გიყურებს, შესაძლოა მისთვის ასეა კომფორტული და ეცადე გაუგო. არ დააძალო. შენ ხომ არ მოგწონს, როცა რამეს გაძალებენ? მეხუთე და ბოლო რჩევა. გახსოვდეს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ყველას გვიყვარს სამი რამ. პირველი, როდესაც თავაზიანად და სიყვარულით გვექცევიან, მეორე, როდესაც გვემეგობრებიან და გვისმენენ და მესამე, ხიარულება, ერთად სასიამოვნო დროის გატარება და დარწმუნებული ვარ შენ ყველას ინფორმაციას გაითვალისწინებ, რაც მიიღე და ძალიან კარგად მოექცევი ყველა მეგობარს. დიდი მადლობა და გამოიწერე ჩვენი არხი.